მოვიდა დრო, რომ ჩვენი სავსემთვარეობის ჩვენებური ნეირო რიტუალი ჩავატაროთ. დღეს გქონდა პრაქტიკა, გაგიზიარეთ პრაქტიკა დიდი ფულის დაშვების თაობაზე, როგორ დაუშვათ ჩვენს გონებაში დიდი ფული და შემოსავალი. საკმაოდ კარგი პრაქტიკა გამოგვივიდა მე მგონი და მოდით ახლა უკვე განვახორციელოთ. ნეიროგრაფიკაში გადმოვიტანოთ ის, რაც დავამუშავეთ დღეს. ჩვენ დავამუშავეთ ძალიან კარგად, ბევრი ვწერეთ, იმიტომ რომ იქ იყო წერითი სამუშაო საკმაოდ კარგი და გამოვიტანეთ გარკვეული ბლოკები ჩვენგან. ეხლა კი შეგვიძლია გავაკეთოთ ძალიან კარგი პრაქტიკა, ნეიროგრაფიული ალგორითმი. ჩემთვის შეიძლება ამას აკეთებენ ხშირად სხვადასხვა ფორმის არის, უბრალოდ ორი ალგორითმი არის ამ დასახელებით. ერთი უკვე მაქვს ადრე გაკეთებული და ჩავაგდებ იმასაც გაგიზიარებთ თუ თქვენთვის საინტერესო იქნება, ხოლო მეორეს ახლა თქვენთან ერთად დავხატავთ და ამ ალგორითმიდან ქვემოდან ზემოთ მიგვაქვს სხივები. აი მეორეში პირიქით ზემოდან ქვემოთ იშვიათად არის ნეიროგრაფიკაში, როდესაც ზემოდან ქვემოთ მოდის ხაზები, მაგრამ აი ნეიროგრაფიკაში იმ ალგორითმში ეს შესაძლებელია. მოდით ახლა ჩვენ გავაკეთოთ დაშვება ჩვენთვის, ჩემთვის შეიძლება გქონდეს ის თანხა, რაც მე მინდა რომ იყოს ჩემი შემოსავალი. მოდით გავაკეთოთ ახლა ნახეთ, აი ესეთი წრის ფორმა, ნახევარწრის ფორმა. ამგვარი კარგად ჩანს. და აი აქედან ავიყვანთ შემდგომ უკვე ზემოთ ხაზებს. და ეს ხაზების ყველა იქნება დაშვება ჩვენთვის იმ სიმდიდრის, იმ ფულის, რაც გვინდა რომ გქონდეს. ანუ ზღვარს ვშლით ფაქტიურად. ეს იყოს ქვედა ნაწილი, ეს არის ჩვენი საფუძველი, ჩვენი ცოდნა, ჩვენი გამოცდილება, ჩვენი რესურსი. ამიტომ ამას აქ კარგად დავამუშავებთ. შეგიძლიათ პატარა წრეები დაამატოთ შიგნით და ჩაწეროთ რა არის. შეგიძლიათ პირდაპირ უბრალოდ ნეიროგრაფირება გავუკეთოთ ამას და აი ამ ხაზების გავლებისას ფიქრობთ თქვენს რესურსებზე, თქვენ შესაძლებლობებზე, რა შეგიძლიათ, რას ფლობთ, საიდან მოდის თქვენი ცოდნა, რას ეყრდნობა თქვენი გამოცდილება. ეს ყველაფერი დატვირთეთ აქ კარგად და მე აქედან წავიყვანთ ზემოთ სხივებს. ანუ ახლა თქვენ კონკრეტულად ფიქრობთ აქ თქვენს რესურსებზე, თუნდაც სიყვარულზე, თუნდაც ოჯახზე, მეგობრებზე, საქმიანობაზე, ანუ ყველაფერს, რაც წარმოადგენს თქვენს ბაზას. და როგორც კი ამას ვაკეთებთ ნეიროგრაფირებას, ანუ აი ასე ვამგვარებთ შიდა კუთხეებს. ეს არის ჩვენი ბაზა. რას ვეყრდნობი მე და აი ამ ჩემი ბაზიდან მე ახალ ხაზებს ვავლებ, რომ გავაკეთო გარღვევა დიდი მომგვალების პროცესი ორნაირია. შეგიძლიათ აი ესე შემოატაროთ ნეიროგრაფიული ხაზი და შეგიძლიათ უბრალოდ გადაკვეთის ადგილები აღნიშნოთ მხოლოდ როგორც თქვენთვის უფრო მოსახერხებელია. ეს ორივე მეთოდი არის მიღებული. და რა თქმა უნდა, ხატვის პროცესში ფიქრობთ იმაზე, რაც დღეს დაამუშავეთ. წერით ისავარჯიშოც იყო და ბევრი სიტყვები წარმოიწერეთ კარგად, მაგრამ თუ მაგალითად მუშაობის დაწყებამდე, ანუ ალგორითმის შესრულებამდე გექნებათ სურვილი, რომ კიდევ დაამუშავოთ და დაწეროთ, თქვათ, თემა ფინანსების, რა თქმა უნდა,
შეზღუდული არ ხართ 2 წუთის მანძილზე ამოწერეთ ყველაფერი და გამოიტანეთ. ამასაც ვუკეთებთ ნეიროგრაფირებას და შემდეგ აქედან ვიწყებთ აყვანას ხაზების. თითოეულ ხაზს მიეცით თავისი დატვირთვა. შეგიძლიათ პირდაპირ დაწეროთ თუ აძლევთ რაღაცა ფინანსურ მხარეს, ანუ რამდენი შეიძლება რომ იყოს თქვენი შემოსავალი და დასვათ აქ წრე და დაწეროთ თქვენი შემოსავალი რაც გინდათ რომ იყოს თვეში. მაგალითად რა ვიცი ნებისმიერი თანხა. შეგიძლიათ მეორე წრეში უკვე ჩაწეროთ თქვათ სურვილი თქვენი, იმიტომ რომ დღეს გვაქვს საკმაოდ კარგი მთვარე სურვილების ასასრულებლად და რა თქმა უნდა შეგვიძლია რომ აქ ვისაუბროთ ჩვენ სურვილებზეც და დაწეროთ ეს. და გავავლოთ წრე და ჩაწეროთ აქ თქვენი სურვილი. ასე რამდენიც დაგეტევათ და რამდენის უფლებასაც გაძლევთ ნახატი, ძალიან ბევრი არ არის თქვათ მიზანშეწონილი, მაგრამ სავსე მთვარეობაა და დაუშვათ რომ შესაძლებელია. აგვყავს ესე ამაზად ხაზები და დავასვათ ზედ სიმბოლები. შეიძლება ის იყოს დიდი და პატარა სურვილები. და ჩაწეროთ აქ ჩვენი სურვილები. არ არის აუცილებელი რომ მაინდა-მაინც ფინანსებთან იყოს ისე ვიტყვი დაკავშირებული, იმიტომ რომ ნებისმიერი სურვილი შეიძლება ასრულდეს ისე რომ პირდაპირ კავშირში არ იყოს ფინანსებთან, ხო? გავსვათ კიდე ერთი წრე. და აქაც რა თქმა უნდა ვიწყებთ ამის დამუშავებას. უცებ დავამუშავოთ. აი ასეთი გამოვიდა ჩემი დაშვება. შეგიძლიათ პირდაპირ აქაც ჩაწეროთ, ჩემთვის შეიძლება. პირდაპირ კიდე ჩაწერეთ. გადავდივართ არქეტიპირებაზე, ფერის მიცემაზე. მე გირჩევთ, რომ ცოტა ხელი გადაუსვათ თქვენს დამუშავებას, დაფიქრდეთ. რა ფერი აქვს ამ თქვენს დაშვებას და რა ფერით გინდათ, რომ იყოს აღნიშნული ენერგეტიკულად და ამის მიხედვით გააკეთეთ ეს, შემდეგ გააფერადეთ. რა თქმა უნდა, აქ არ ხართ შეზღუდული, შეგიძლიათ გამოიყენოთ მრავალი ფერიც. და გვახსოვს ფერში რომ მინიმუმ 2-ს ვაკეთებთ უჯრედს გვერდ-გვერდ ერთი ფერით. სამყაროსეული ხაზები შემოვიტანოთ რამოდენიმე და ამ დამუშავებაში შეგვიძლია აქ გავაყოლოთ ეს ჩვენი ხაზები. აი მეგობრებო, საბოლოოდ ესეთი სახე მიეცა ჩვენს დამუშავებას და აქ ახლა თქვენ შეგიძლიათ გამოყოთ ფიქსაციის ფიგურა.